ამ წარე სიმართლის გამო გადავიმტერებ კურსდამთავრებულების უმეტესობას. მაგრამ ძალიან მინდა რომ იცოდე. შენ ამთავრებ სკოლას, იღებ ატესტატს, რომ ჩაავარო უნივერსიტეტში, მაგალითად იურიდიულზე, რომ მიიღო ცოდნა, რომელიც მოგცემს ცოდნას გახდე მაღალანაზღაურებადი იურისტი. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შენ დღე და ღამე კარგად ისწავლი, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 6 წლიანი სწავლის დამთავრების შემდეგ, მაინც ვერ შეძლებ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას. იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ გაიქნება შვებულების შესაძლებლობა და რა მაგარი პროფესიონალიც არ უნდა გახდე ამ სფეროში, მოგიმატებენ ხელფას 10 მაქსიმუმ 20%-ით. ისიც სამსახურის დაწყებიდან 5 წელიწადში. მე არ ვამბობ, რომ უნივერსიტეტმა არასწორად გასწავლა. არა, უნივერსიტეტმა მოგცა ცოდნა, მაგრამ არ გასწავლა, როგორ გახდე თავისუფალი. თუ მუდმივად ცვლი ფულს დროში, ამით ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ მომენტს მაზაო, რომელშიც შედის მოგზაურობა და ოჯახის წევრებისთვის და უახლოესი მეგობრებისთვის დროის დათმობა. თუ შენ სფეროში ხარ პროფესიონალი, აქტიურობ სოციალურ ქსელებში, ტესტავ ფასიან რეკლამას და უმეტესობის განსხვავებით რაღაცას მაინც აკეთებ, მაგრამ არ ყავს იმდენი კლიენტი, რამდენიც უნდა ყავდეს ასეთი ჩადებული ძალისხმევისგან, გეყოს ლოდინი, თუ რაღაც არ მუშაობს, იგივეს კეთებით სხვა შედეგი არ გექნება. ჩაეწერე ჩემთან დიაგნოსტიკურ კონსულტაციაზე, სადაც განვიხილავთ შენს აწერტილს, სადაც იმყოფები ახლა, შევამოწმებ შენს კონტენტს და პროფილს და მოგცემ სამუშაო სტრატეგიას. და გაიგებ, რატომ არ გიყურებს ხალხი, რატომ არ მოდის საკმარისი კლიენტი, სად კარგავ ფულს და რა უნდა გამოასწორო იმისთვის, რომ პოტენციური მოხმარებლები წამოვიდნენ. დაწერე კომენტარებში სიტყვა დიაგნოსტიკა და გელოდები კონსულტაციაზე.